უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა ჩემი მამიკო. ვაკე საბურთალოს პოლიციას ჩვენებას მსხვერპლი ქალი უკვე მეორე დღეა აძლევს. მოსაყოლი ბევრი აქვს. ნატავიბლიანი ითხოვს დადგინდეს მამის სიკვდილის ბუნდოვანი გარემოებები. ქალს ეჭვი აქვს, რომ მამა სვანეთში ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. არავინ არ იცის, მოკლეს, არავინ არ იცის, მოიკლა თავი, თუ თავი მოიკლა. მიზეზი რა არის არ ვიცით, თუ გაუვარდა, ასე როგორ გაუვარდა, სამივე საკითხთან დაკავშირებით დგას კითხვის ნიშანი, არ ვიცით. არ ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ მოვიდა, მე არ მახსოვს, რომ იყო პოლიცია. ბაჩუკი ჩხუმიანის სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. როგორ გააუპატიურეს 9 წლის ასაკში პირველად და როგორ გრძელდებოდა სექსუალური ძალადობა მთელი 7 წელი. ამის შესახებ ნატავიბლიანმა გამომძიებლებს დღეს უამბო, დაასახელა გვარები. ქალი ყვება, რომ ის მხოლოდ ერთ მეზობელს არ გაუპატიურებია და არსებობს 4 ადამიანი, ვინც არაერთ გზის მასზე სექსუალურად ძალადობდა. იარაღის და ოჯახის დახოსვის მუქარით. სკოლის მოსწავლე შემზარავი ამბის მოყოლასაც კი ვერ ბედავდა. პირველი ძალადობა მოხდა ბოსელში, მერე ჩემს სახლში აკეთებდა მაგას. ეს ხდებოდა მინდორში, ეს ხდებოდა თვითონ ბაჩუკის ოჯახში, იმიტომ რომ მაგისი ლოგი ოთახი, სადაც იყო საწოლი ოთახი, პირდაპირ ჩვენ სახლს უყურებდა. სახლის კარებიდან როგორც კი გამოვიდოდი, მყარაულობდა იქიდან თოფს ამიზნებდა ფანჯრიდან, ან ჩემი ძმა იყო ეზოში, ან თიბავდა, ან ბავშვი თამაშობდა და იმებს ბიზნებდა, თუ არ მოხვალოთ. ბაშია ჩუქჩხვიმიანი, რომელსაც ნატავიბლიანი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს უკვე დაკითხეს, თუმცა უცნობია, გამოკითხეს თუ არა გაუპატიურებაში მხილებული სხვა პირები. იმის მიუხედავად, რომ დანაშაული 30 წლის წინ მოხდა, ქალს ყველა დეტალი ახსოვს. ეს არის ბაჩუკი ჩხვიმიანი, მალხაზი ჩხვიმიანი, როდერი ჩხვიმიანი და ჯიმშერი ვიბლიანი. 4 კაცი ძალადობდა, მაგრამ 4 კაცი ძალადობდა, ბავშვი რომ მომიკლა ბაჩუკი ჩხვიმიანმა, იმის მერე დაიწყეს თუ არა, მანამდე არა. ემიგრანტი ქალი ამ დრომდე ეძებს შვილს, რომელიც მისი თქმით 14 წლის ასაკში გააჩინა. ვიბლიანს ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი გაჩენისთანავე ბაჩუკი ჩხუმიანის ბრძანებით მოკლეს. მარტო ბავშვის ხმა და თმა დავინახე, სად გააქრეს ბავშვი. ექიმი ეკითხებოდა, კარებში რო გადიოდა, ექიმი არ იყო, მაგი იყო ექთანი, გოგო, სუსტი, მახსოვს, სუსტი გოგო იყო, კაიტანი ქონდა და შეფუთნული იყო და ბავშვი ასე ფეხებში ეჭირა, ფეხებით ეჭირა ბავშვი და ეკითხებოდა, რომ ბავშვს რა უყოთო. და პასუხი იყო, რომ მოკალითო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, ემუქრებოდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მან საჯაროდ ყველაფერზე ლაპარაკი გადაწყვიტა. 3 თვის განმავლობაში მისმენდნენ, არ ვიცი ვინ მისმენდა ოღონდ. მისმენდნენ, მე და ჩემს შვილს ეგი ვიცი. ეს ყველაფერი არ არის. უმძიმესი ისტორიის მქონე ქალი ამბობს, რომ მას საგვარეულო ქონება წაართვეს. მიითვისეს ეს სახლი და მისი მიწის ნაკვეთებიც. ემიგრანტი ახლა სვანეთში ვერც მის სახლს იბრუნებს და ვერც იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც ბაბუამ დაუტოვა. სახლი უნდა დამიბრუნონ. თუ გია მაგას მისინებით არ გააკეთებს, მე კანონის ძალით უფულოდ წამოვიღებ, იმიტომ რომ 25 წლის განმავლობაში ხმარობს მიწას, მოსავალს, სახლის სახლმა მიიღო დეფორმაცია, გადააკეთეს ჩემი, როგორიც იყო პირვანდელი სახე, არ აქვს სახლს, ყველაფერი ისაა. ანუ როგორც იყო ბაბუას სახლი, ისე არ არის. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, მათ შორის ვიბლიანის მიერ დასახელებული ის ადამიანები, ვინც ძალადობაში ფიგურირებენ. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საგამოძიებო უწყება.